თუ ამბობს, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის გამოყენება. რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მომზადება ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საფრთხეა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ სულელურ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთი ემზადება ომისთვის ევროპისა და საფრანგეთის წინააღმდეგ, პუტინს არაერთხელ უსაუბრია და ამ ყველაფერს სისულელეს უწოდებდა. მაგრამ ალბათ ნებისმიერი მეტნაკლებად გონიერი ადამიანისთვის სრულიად ნათელია, რომ რუსეთს ეს არაფერში სჭირდება. ევროპელი სამშვიდობოების განლაგება უკრაინაში ნიშნავს არავითომ ჰიბრიდულ, არამედ ნატოს ქვეყნების პირდაპირ ოფიციალურ დაუფარავ ჩართვას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამის დაშვება არ შეიძლება და ეს ყველაფერი თან ხდება მაკრონის გუშინდელი ნერვიული განცხადების ფონზე, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუ რუსეთი საფრთხეა, მაშინ ჯარებს ამ საფრთხის წინააღმდეგ გზავნიან. Что Россия и Европа это угроза. Значит, если это угроза, то вот войска должны быть против этой угрозы направлены.